გაუცილებლად. ამის გარეშე არ არსებობს ქრისტიანის ცხოვრება. და ნახეთ, 19 მუხლი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესეც. თქვენთვის შურს ნუიძიებთ საყვარელნო, შურის ძიებას თქვენ ვიღაცამ შესწოდა თქვენს მიმართ, ნუიძიებთ შურს, არამედ ადგილი დაუთმეთ ღმერთის რისხვას. ღმერთი ხედავს ყველას. ამიტომ თქვენ არ გინდათ შური. თუ შენი მტერი მშიერია, პირიქით, მიეცი საჭმელი. თუ შენი მტერი მწყურვალეა, მიეცი წყალი. და აი ამ სიკეთეს როცა უკეთებ, იმას ვინ ჩემ ბოროტებას იკეთებს, ეს ნიშნავს, რომ მის თავზე ნაკვერჩხლებს აგროვებ. გესმით? ანუ ვერ გაუძლებს ის ამას. ნაკვერჩხლები და გატარონ თავზე, ხო ვერ გაუძლებ იმას. ხომ შეუძლებელია. აი ასეთი ამას შეიძლება შევადაროთ, როცა შენ სტროფ და მე სიკეთეს გიკეთებ. შენ ვერ გაუძლებ, რომ არ მოიქცე და არ მოტრიალდე და არ შეიცვალო. აი ამას ამბობს პავლე მოციქული. ამიტომ ტრობას ტრობით ნუ უპასუხებ. ღმერთი ხედავს და თუ იმ წუთში, ხა ლევანმა თავი გააქმნია, არ დამეთანხმა შეიძლება, მაგრამ თუ იმ წუთში ვერ დაინახე მისი მოქცევა, ღმერთი ხედავს ამას, შენ სიკეთეს და ღმერთი მიხედავს მას. შურის ძიება ყველა შემთხვევაში ცუდია. და მე-13 თავი, ნახეთ, სანამ დამთავრდება ეს ბოლო მუხლია მე-12-ში, ნუ იძლევი ბოროტისაგან, ნუ დაგამარცხებს ბოროტება, არამედ სიკეთით ძლიერ ბოროტს. აი ეს არის ჩვენი ცხოვრება ქრისტიანის. კეთილით დაამარცხე ბოროტი. შემდეგ მე-13 თავი. ეს მე-13 თავი ძალიან ცნობილი თავია, რომელიც ეხება ქრისტიანების მდგომარეობას სახელმწიფოში, ხო? აი მაგალითად ჩვენთან ხო განსაკუთრებით საქართველოში ხშირად ხდება, რომ აი გამოსვლები, თქვათ, არ დავემორჩილოთ ხელისუფლებას, არ დავემორჩილოთ კანონს, იმიტომ რომ ღმერთი ასე გვეუბნება, ხო? ხო არის ხოლმე ეს მოვლენები. და ნახეთ რას ამბობს პავლე. ყველა სული, ანუ ყველა ცოცხალი ადამიანი, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს ამბობს. რადგან არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღმრთისაგან და ყველა ხელმწიფება ღვთის მიერ არის დადგენილი. ის თუ რა მთავრობა ყავს და რა მეფე ყავს ქვეყანას და სახელმწიფოს დაშვებულია ღმერთისგან. დაშვებულია ღმერთისგან. აი მაგალითად, ძალიან საუკეთესო მაგალითი. კომუნისტებმა როცა ბოლშევიკებმა რო გაიმარჯვეს რუსეთის იმპერიაში. ეს მხოლოდ ბოლშევიკების ბოროტების გამო მოხდა. ცოდვების გამო მოხდა, რაც მეფის რუსეთში იქნა ჩადენილი. ღმერთმა დაუშვა ის ცეცხლი და ის განსასწრელი იმის გამო, რაც ის უჯულოება, რაც მეფის რუსეთში ხდებოდა. ასე იყო. და თუ ბოლშევიკებმა თუ გაიმარჯვეს, ღმერთმა დაუშვა მათი ბატონობა და მართლობა, იმიტომ იმ უჯულოების გამო. და რა უჯულოება იყო ეს? მაგალითად, ეკლესიას იყენებდნენ საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის. მეფის რუსეთში ასე იყო. ბიზანტია რატო დაეცა? ბიზანტიაც მაგიტო დაეცა. რომ გაიყრნა ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და დაივიწყეს მთავარი მცნება ღმერთის, გესმით? აი რუსეთში ეს მოხდა, ეს უბედურება მოხდა. ეკლესია გადააქციეს დასმენების აგენტურის იმის ქსელად. ანუ სახელმწიფოს უნდა ემსახურო, ეუბნებოდნენ და ყველაფერი ახსარების საიდუმლო ეს იყო, ეს დიდი უბედურება იყო, რაც რუსეთის იმპერიაში. მერე, რაც ჩვენ მაგალითად დაგმართეს საქართველოს დაპყრობილ ქვეყნებს, რასაც მარტო ენას უგზავნდნენ, ართმევდნენ ეკლესიებს, ართმევდნენ ღვთისმსახურებას, ხომ? განა ეს ცოდვები უპასუხოდ დარჩებოდა? არც დარჩა უპასუხოდ, დაემხო ის მეფის რუსეთის იმპერია და დაუშვა ღმერთმა ის ხელმწიფება, რაც იქ იყო. ხო, ეს მაგალითი იმის, რასაც პავლე ამბობს. ამიტომ იცოდეთ, რაც თავს დაგატყდებათ, ღვთისაგან დაშვებულია ცოდების გამო. ამიტომ დაემორჩილეთ ხელმწიფებას ამბობს. ვინც ეწინააღმდება ხელმწიფებას, ხელმწიფებას გულისხმობს კანონს, უმაღლეს უზენაეს კანონს. დღეს მეფე არ აქვს ჩვენ, მაგრამ ჩვენი უზენაესი კანონი, ანუ კონსტიტუცია არის ჩვენი ხელმწიფება, რომელიც დაშვებულია ღმერთისგან. ამბობს, რომ დაემორჩილე მას, რადგან მას კანონის ძალაუფლება ხელში მახვილი, ანუ ის საპოლიციო ძალა, ჯარი, ყველაფერი, იმიტომ ყავს, რომ წესრიგი დაიცვას. აი, არის მემარცხენეები, მაგალითად, რას ამბობენ? ხო, აი პოლიტიკური ძალები, რას ამბობენ, რომ არ გჭირდება არც ხელისუფლება, არც კანონი, არც მინისტრები, არაფერი არ გჭირდება, ვიცხოვროთ თავისუფლად.
ეს ხო ქაოსში გადაშვება მოსახლეობის, ხო? წარმოიდგინეთ, კანონი რო არ იყოს. აქ ჭირდება პოლიცია. აბა ვინ დაგვიცავს? კანონის აღსრულებას ვინ? რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა იყოს წესიერი, პატიოსანი და არამექთამე, ხო? რაც ჩვენ გამოვცადეთ კომუნისტების დროს, მაგრამ თუ ეს წესრიგი არ იქნა სახელმწიფოში, ჯოჯოხეთი დამყარდება ქვეყანას. ჯოჯოხეთი. ამიტომ ხო არ ჩვენ ხო გამოვცადეთ ეს 90-იან წლებში ჩვენ ეს გამოვცადეთ. აბსოლუტური განუკითხაობა იყო. აღარ არსებობდა არავითარი ინსტანცია სახელმწიფოში, რომელიც დაამყარებდა წესრიგს, ხომ? იმიტომ მე ეს ყაჩაღობა 1000 მერე კრიმინალი, ბოროტმოქმედი, ყაჩაღი ამ დროს იხელთებს ხოლმე და მახსოვს სამეგრელოში რა უბედურება დაატრიალეს, აფხაზეთში რა უბედურება დაატრიალეს. ხომ გახსოვთ? რატო? იმიტომ რომ აი ზუსტად უზენაესი ხელმწიფება მოიშალა უზენაესი ხელმწიფება და გადავეშვით ქაოსში და უბედურება. ამიტომ ამას პავლე გახსოვდეთ რომ ეს ღვთაებრივი კი არ არის. რა თქმა უნდა, კომუნისტები ღვთაებრივი ხელმწიფება კი არ იყო. რა თქმა უნდა, ისინი უჯულო ათეისტები იყვნენ, მაგრამ ღმერთმა დაუშვა, იმიტომ რომ უფრო უარეს და უდიდეს ბოროტებაში არ გადაეშვას ხალხი. ხომ ასეა? რა თქმა უნდა, ჩვენ ვისწრაფოთ იმისკენ, რომ ხელისუფლებას, მთავრობას, კანონით და კონსტიტუციას საღვთო მცნებებს შეესაბამებოდეს, მაგრამ არ ხდება ყოველთვის ასე სამყაროში. არ ხდება, რატომ არ ხდება, იცით? საქართველოში რამდენი პროცენტია მორწმუნე? აი, გულზე ხედრო დავიდოთ და ვთქვათ. რამდენი პროცენტია? 5-10 და 10%-მა როგორ უნდა შექმნას ისეთი მთავრობა, როგორ უნდა აერჩიოს, ან როგორ უნდა შვას, ისე დაბადოს ისეთი მთავრობა, რომელიც ღვთის ცნებებს დაიცავს, ხო? ამიტომ ასეთია ეს ქვეყანა, ბევრია მოწოდებული, მაგრამ ძალიან ცოტაა, ვინც მორწმუნე და რჩეული ბევრი ცოტაა, ამიტომ არ ხდება რომ ეს ილუზია იყო ბიზანტიაში, მაგალითად, ილუზია იყო რომშიც, ბიზანტიაშიც, რომ იმპერატორი თურმე ღმერთის ნებას აფორციელებს. ღმერთისგან არის, მაგალითად, იმპერატორი ბიზანტიის. არ არის ასე. ღმერთისგან რომ ყოფილიყო, ის იმდენ ცოდვას არ ჩაიდენდა, რაც მან ჩაიდა. მაგრამ ეს არის, როგორც ვთქვათ, ორ უბედურებას შორის ერთი ნაკლები უბედურება, ამიტომ უნდა დავემორჩიოთ, ამას ეს აუცილებელია. და შემდეგ ამბობს, აი ამ კანონის ქრისტიანები კანონის მოშიშარი ხალხი, კანონის პატივისმცემელი ხალხი იყავით, ხო? აი ამას ამბობს პავლე მოციქული, აი პოლიციამ რო გამაჩერა მე მაგალითად და მართლა დარღვევა მაქვს, ხო? გადაჭარბებით მიდიოდი. იმ პოლიციას კი არ უნდა აუხედრდე და კი არ უნდა ლანძღო და აგინო მე ქრისტიანი ვარ და დამანებე თავი და როგორ მთხოვ. არა, მორჩილი უნდა იყო კანონის და დაემორჩილო იმას კანონი, რასაც გეუბნები, ხო ასე? ასე. შემდეგ ამბობს, არაფერი გემართოთ სხვისი, გარდა ერთმანეთის სიყვარულის, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. ეს გიყვარდეს თავი, მოყვასი შენი, როგორც თავი შენი, ეს ებრაელებს შორის იყო ეს ცნება. ხომ ასე იყო? აი მოსეს რჯულიდან არის ეს, რომ იქ ებრაელებს ეუბნებოდა, შენი მოყვასი არის აი ეს, მეორე ებრაელი. მეორე იუდეველი, ხრჩეული ერიდან ვინც არის, ეს არის შენი მოყვასი და გიყვარდეს შენი მოყვასი, ნუ წაართმევ, ნუ შეგშურდება, მაგრამ ახლა ჩვენი მოყვასი ვინ გახდა? მთელი ეკლესიაში ვინც არის, ყველა მეორე ადამიანი, მეორე მორწმუნე, მეორე ღვთისშვილი არის ჩვენი მოყვასი. ანუ გაიზარდა ისრაელს გაცდა ეს მოყვასის სიყვარული და ახლა მთელ მსოფლიოში ასე უნდა იყოს. მორწმუნეებს შორის და ნახეთ, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი, ვისაც ხარკი ერგება, მიეცი ხარკი. საბაჟოზე უნდა გადაიხადოს, გადასახადე, აბა ისე რანაირად. ვისაც ბაჟი, მიეცი ბაჟი, ვისაც საშიშას შიში, პატივსაცემს პატივისცემა. ხო? აი მაგალითად უდლებმა და მონაზვნებმა იცოდნენ ხოლმე ადრე 90-იან წლებში, როცა ის იყო განუკითხაობა იყო, რომ საბაჟოზე შემოდიოდი, შემოქონდა საქონელი და მე უდელი ვარ, როგორ მახტევინებ. ანუ ისეც ანაფორა რო ეცვა ადამიანს, მასაც პატი რაღაცა რიდი ქონდა ჯერ ასე იყო. ახლა აღარ არის ასე. და კარგია რომ ასე არ არის. გესმის? და მე უდელი ვარ და შენ ბარს მახტევინებ, არაკცხენია და არ შეიძლება ეს. არ უნდა იკადო ეს, გესმით? აი მაგალითად მე ბაზარში რო შევიდე, ვეცდები რომ ანაფორით არ შევიდე. რატო იცი? უხერხულობაში არ ჩავაგდო. იმიტომ რომ ის რომ ყიდის, მას ხო უნდა თავისი რო აიღოს თავის შრომის. ხედავს უდელი, ეხაც რიდი აქვს, ამდენ ჯობია. ყველას თავის კუთვნილი მივცეთ
და მივიღოთ ჩვენც ის კუთვნილი, რაც გვეკუთვნის. აი ეს არის ქრისტიანის ცხოვრების წესი. ხო. რადგან სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვას რჯულის აღსრულება სიყვარულია. ანუ სიყვარულით ვინ ცხოვრობს, მან უსწავლელადაც იცის რა უნდა გააკეთოს. აი ცნებები რომც არ ახსოვდეს, თუ შენ სიყვარულით სავსე გული გაქვს, შენ იცი როგორ მოექცე მას. ეხლა მაგალითად თუ ადამიანი გიყვარს, აი კონკრეტული ადამიანი კი არა, უბრალოდ სიყვარულით ცხოვრობ, რომ ყველა ადამიანი გიყვარს. არ შეგშურდება მისი არც მოგინდება, ხო? არ უზამ ბოროტს, მოკლაზე და იმაზე ყოლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ რჯულის აღსრულება არის სიყვარული. შემდეგ მე-14 თავი, ნახეთ? ეს ძალიან საინტერესო თავი, რომელსაც ხშირად არასწორად ვიგებთ ჩვენ და მარხვის დროს ვიკითხულობთ ხოლმე ამას ტაძარში და ადამიანები ჩვენ უკავშირებთ ჩვენს მარხვას და სინამდვილეში სულ სხვა რამეზეა. თუმცა მარხვასაც ეხმიანება, რა თქმა უნდა, მარხვასაც ეხმიანება ეს და ეხება, უყურეთ, შეიწყნარეთ რწმენით უზურნი. ვინც რწმენაში ჯერ სუსტნი არიანო, შეიწყნარეთ, ანუ მიიღეთო ისინიო. მაგრამ არა საცილობლად და საკამათოდ. რადგან ზოგს გონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, ხოლო უძლური მხალეულს ჭამს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება. და ვინც უძლურია, ის მარტო მხალს ჭამს. ჭამელი ნუ შეურაცხყოფს არამჭამელს და არამჭამელი ნუ განსჯის მჭამელს. ვინაიდან ღმერთმა შეიწყნარა იგი, შენ ვინ ხარ, რომ განსჯის სხვის მონას. თავისი უფლის წინაშე დგას და იგი და თუ ეცემა, მაგრამ დადგება, რადგანაც ღმერთს ძალუს დადგენა მისი. რაზეა საუბარია? ნახეთ? ანუ ცოტა დამაბნეველია ეს მუხლი. უძლური ხოლო მხალს ჭამს. მარხვის დროს ჩვენ ხოლო მხალეულს ჭამთ, მცენარეულს ჭამთ და აღწერია უძლური ჭამს მხალსო. ადამიანს ვერ გაუგია, კაცო, მე თუ მორწმუნე ვარ, ესე იგი ძლიერი ვარ, ხო? და მხალეულს მარტო ბალახეულს ჭამ მარხვაში და რატო ვარ მაშინ მე უძლური? და ვინ ძლიერია რწმენაში, ის ყველაფერს ჭამს, ესე იგი არ უნდა ვიცვა მარხვა? ესე ვიგებთ ამას, ხომ ასეა? მაგრამ სულ სხვა რამეზე აქვს საუბარი. აპარაკი რაზეა? რომში ესე ყოველფეხის ნაბიჯზე კი არ იყიებოდა ხორცეული, როგორც აქ არის ხა ჩვენთან, რომ შეხვალ ხორცს იყიდი და შეჭამ. ასე არ იყო ძველ სამყაროში, ხო? ადამიანები იკვებებოდნენ მარცვლეული ძირითადად მცენარეულით და ხილით და ამით, მაგრამ ხორცი ითვლებოდა ფუფუნების საჭმელად. მაგრამ საკერპოები სადაც იყო, სადაც მსხვერპ შეწირვა ხდებოდა წარმართული ღმერთებისადმი, იქ იკლებოდა ეს საქონელი, ოღონდ კერპშენაწირი იყო, ნაკერპავს ეძახდნენ ამას. გესმით და ქრისტიანებს მაიცოდნენ, რომ ის ნაკერპავი არაფერს არ ნიშნავს. ის და შემდეგ ეს საქონელი გამოქონდათ და იქვე საკერპოსთან ახლოს სასადილოები იყო და იქ იყიდებოდა. აი აჭმევდნენ ხალხს, გესმით? და ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ კი, თუმცა კერპს შეჭირული ნაკერპავია ის ხორცი, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს ეს იმის ჭამა თუნდაც, რადგან წმენით ვიღებთ. წმენით ჭამა. აი დღესაც მაგალითად რაც არ უნდა შევჭამოთ ჩვენ, რაც საჭმელია, პრობლემა ხო არაფერთან არ აქვს ჩვენ. ძველ აღთქმაში მაგალითად ებრაელები ღორის ხორცს ხომ არ ჭამდნენ. მაგალითად არ ჭამდნენ სირაქლემას ხორცს, ან თქვა არ ჭამდნენ რაღაცა სხვა ცხოველების ან ფრინველების ხორცს, მაგრამ დღეს ჩვენ ხო ამას ვჭამთ. ჩვენ ხო ეს არ გვაუწმინდურებს. რატომ? იმიტომ რომ ამას სულის სიწმინდესთან კავშირი არ აქვს. არავით არ. ხო? ამიტომ პავლე და ქრისტიანები თვლიდნენ, რომ ვინ ძლიერია რწმენაში, ჭამს ყველაფერს. იმ ნაკერპავ ხორცსაც კი. და ვინც უძლურია რწმენაში, ვინ ჯერ ეს ვერ გაიგო, რომ პირიდან შემავალი კი არ შებიცავს, კაც არამედ გულიდან რაც გამოდის, ის შებიცავს კაც, იმას ეშინია იმ ნაკერპავის ჭამა. და არ ეკარება იმ ხორცს. ამიტომ პავლე ამბობს, რომ ის ჯერ სუსტია რწმენაში. ჯერ მან ეს ვერ შეიცნო. ამიტომ ნუ განიკითხავ, თუ ის მხოლოდ წვანილს ჭამს და მცენარეულს ჭამს და იმ ხორცს არ ეკარება, ნუ განიკითხავ. მოვა დრო, იმასაც შემეცნება, მასაც მოუვა და მასაც აღარ შეეშინდება ამ ყველაფრის ჭამის. ამიტომ შენ ვინ გიკითხება იმას რო განიკითხავ, დაეცემა თუ წამოდგება ღმერთის მსახურია ის, ამიტომ ნუ განიკითხავ
ერთმანეთს ამბობს. ზოგი მაგალითად ერთ დღეს მეორესგან ასხოვებს. ზოგს ისეთი მეხსიერება აქვს, მაგალითად ესეთი აღქმა აქვს სამყაროში, რომ გუში რა მოხდა და ერთი კვირის წინ რაც მოხდა, კვირას ახსოვს, ხომ გინახეთ ესეთი ადამიანები. ზოგისთვის ყველა დღე ერთნაირია, ანუ ადამიანები განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. აღქმა მათი და მგრძნობიარეობა, გრძნობელობა ადამიანების განსხვავებული